დღეს უნდა გაგაცნოთ ხაშურის რაიონის სოფელ ქინძათის საჯარო სკოლის ერთადერთი მე-12 კლასელი ლერი ნოზაძე, რომლის საკლასო ოთახში მხოლოდ მისთვის დგას ერთადერთი მერხი. გუშინ სკოლაში ამ ერთადერთი ადამიანისთვის დაირეკა ბოლო ზარი, ლერისთვის კი ახალი გამოწვევებით სავსე ცხოვრება იწყება. მოდი ახლა გავიცნოთ ლერი ყველამ ერთად. როდესაც ჩემი კლასის კარები შევაღე და იქ მარტო ერთი მერხი დამხვდა, დავაანალიზე მე-7 კლასელმა ბავშვმა როგორი იყო ამის შემდეგ მარტო ყოფნა. თავიდან ერთი წელი ძალიან რთული იყო. არაფერი არ ხდებოდა. ერთი წლის შემდეგ კი მთელი სკოლის ბავშვები ჩემი მეგობრები გახდნენ, ასე რომ აღარ ვგრძნობდი ისეთ მარტოობას როგორც თავიდან. ჩემი სახლი იყო ეს მე-7 კლასის მერე ყოველდღე დავდიოდი, თითქმის არც ვაცდენდი სკოლას. მაგრამ მომინატრება რა ეს წლები ძალიან. აქ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი და ლამაზი წლები გავატარე. აქ შევისწავლე წერა, კითხვა, მეგობრობა, ურთიერთობა და ადამიანობა. ჩემი საუკეთესო მოსწავლე. იმიტომ რომ ლერის აქვს ყველა ის თვისება, იყოს საუკეთესო და წარმატებული. უნდა ვარსკვლავი ვაჩუქოთ ლერის და გავუხსნათ. იმიტომ რომ მარტომ არ მიატოვა თავისი მშობლიური სკოლა და მარტომ განვლო ეს წლები, თანაც ძალიან წარმატებით. დღეს ჩემთვის მნიშვნელოვანი დღეა, რადგან სკოლაში ბოლო ჯერ ვარ როგორც მოსწავლე. ვერ წარმომიდგენია ხვალ აღარ წამოვალ ამ გრძელ და ლამაზ გზაზე, რომელი გზითაც 12 წლის განმავლობაში სკოლაში მოვდიოდი. როდესაც ლერი შემოვიდა პირველ კლასში, საოცრად მახსოვს ის დღე, მგონია გუშინ იყო. ლერი იყო ჭკვიანი, მოწესრიგებული, საოცრად ნიჭიერი ბავშვია, შეგნებული და მე იმედი მაქვს, რომ ლერის ყველა ოცნება იქნება რეალობად ქცეული. ვუსურებ ფერად ცხოვრებას, ისეც როგორიც თვითონ არის. ჩემი საკლასო ოთახი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. ამ ფანჯრების იქით ცხოვრება ძალიან დიდი მეჩვენება, მაგრამ ვიცი რომ გრძელი და ლამაზი გზამელის წინ. მომავალში მინდა გამოვიდე წარმატებული ინჟინერი, რომელსაც გაიცნობს მთელი მსოფლიო. მინდა რომ ჩემი თიამაყოს ჩემმა სკოლამ, ჩემმა მასწავლებლებმა, ჩემმა მხარემ, ჩემმა მშობლებმა და ყველამ. და ჩემი ბოლო ზარის დროა. და მომავალში მე არასოდეს დამოვიწყდება ადგილი. საიდანაც ყველაფერი დავიწყე, ანუ ჩემი სკოლა.